მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ჩვენ დღეს ძალიან დიდი ლუსტრაციის მომსწრენი ვართ, არაერთხელ მithქვია და ეხაც გავიმეორდები. როდესაც ადამიანები, რომლებიც არიან ამოფარებული, ეგრეთ წოდებული ვითომ თავისუფალ ბიზნესს და ამ დროს ისინი ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ბინძურ პროცესებში სააკაშვილის ხელისუფლების დროს დღეს გამოდიან რაღაც თავისუფალი დამოუკიდებელი ბიზნესის, გამჭვირვალე ბიზნესის და ხელისუფლების წინააღმდეგ. აი, ერთ-ერთი ასეთი არის ეს BMG და მისი ხელმძღვანელი ბატონი ისაკაძე, რომელიც როგორც ჩანს, მას გარკვეული ამნეზია აქვს და გონია, რომ ხალხს დაავიწყდა ის, რომ რითი იყო ის დაკავებული ადრე და რითი არის ახლა დაკავებული ბატონი ისაკაძე. 2011-2012 წლებში განხორციელდა ბანკის გაკოტრების სქემა, ეგრეთ წოდებული დანაშაულებრივი მოქმედებები. დღეს ბიზნესის ფაშისტური ბულინგის ორგანიზატორი სააკაშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი ბიზნესის ტერორის სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი გიორგი ისაკაძეა. ახლა თავისუფალი ბიზნესის დამცველის მორგებული სტატუსით ისაკაძემ წლების წინ ქართულ ბანკის მიზანმიმართულად გაკოტრებისთვის არარსებული დავალიანების არსებობა დაადასტურა. ბანკის გაკოტრების სქემა კი სააკაშვილის მითითებით 2011 წელს იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა ადეიშვილმა დაგეგმა. კლიენტის წარმომადგენელი და თავმჯდომარე იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც აღიარა 2007 წლის არარსებული საგადასახადო ვალდებულება და ამ ვალდებულების გამო განხორციელდა ბანკის სასარგებლო იპოთეკით დატვირთული ქონების რამოდენიმე მილიონის ღირებულების ქონების სახელმწიფო სასარგებლოდ რეალიზაცია და ბანკის იპოთეკის გაუქმება. მას შემდეგ რაც ქართულ ბანკი ნაცმოძრაობის ხელისუფლებისთვის პრობლემად იქცა, მიზანმიმართულად შეცვალეს კანონი, რომლის მიხედვითაც კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულების გაჩენის შემთხვევაში პირველ რიგში სახელმწიფოს ვალდებულება უნდა გაესტუმრებინათ. ეს პრინციპები კი მაშინ რამდენიმე კომპანიასთან ერთად ძირითადად ქართულ ბანკის კლიენტებზე გავრცელდა. ქართულს გაკოტრებაში მხილებული ისაკაძე ბიზნესზე ზეწოლას დღეს სოციალური პლატფორმებიდან განაგრძობს. ბიზნეს სექტორს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე შექმნა ვებგვერდი თავისუფალი ბიზნესი. კომპანიების ვრცელი ჩამონათვალიდან ბევრს კომენტარის გაკეთება არ სურს. ნაწილი კი ისაკაძეზე საუბრისგან თავს იკავებს. ეგ ისტორია მე არ მახსოვს, მაგრამ თუ ესეა, ნუ ალბათ ესე იყო, რა ვიცი, რა ხანი ძახით ესე იყო ალბათ. რა ხა მე ისაკაძე ნამდვილად ვერ დამაბულინგებს ვერაფერში რა. ბიზნესის დაზარალების სურვილი, რაც დესტაბილიზაციას გამოიწვევს, იმდენად დიდია, რომ უკვე აღარაფერზე ერიდებიან. ნაცმოძრაობის მიერ ბიზნესის რეკეტის ჩვეული სქემა კარგად ახსოვთ ქართული ოცნების ლიდერებს, რომელთა თქმით ბიზნესის რეკეტიორობის მხრიდან ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი ცინიზმია. აი ეს ადამიანი დღეს ბიზნესის თავისუფლებაზე საუბრობს და მაღალი კათედრიდან გვესაუბრება მედიიდან, ადამიანი რომელიც საკუთარი აღიარებით ბიზნესის რეკეტში იყო ჩართული, შაღლითურად ამ ყალბი ჩვენებით ვითომ და რაღაც ვალები დაიდო სახელმწიფოსთან და იმ სქემით, რომელიც მაშინ სააკაშვილს და ადეიშვილს გილაურს ჰქონდათ შექმნილი, აი ნიკა გილაურის სქემით ცდილობდნენ ბანკი ქართულს გაკოტრებას, ბიზნესის რეკეტში ჩართული ადამიანი დღეს სტუდიაში კრებს ბიზნესს, ქმნის ვებგვერდს, რომელსაც თავისუფალ ბიზნესს ეძახს. ეს ერთი რომ რა არის ეს თუ არა ცინიზმი, როდესაც ცენზორები მედიის დამოუკიდებლობაზე გვესაუბრებიან, ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებაზე გვესაუბრებიან, ის ვებგვერდი სხვათა შორის რომელიც შექმნეს ჩვეულებრივი დასახვრეტა სია, ბოლშევიკები, რომლის ქვეტექსტი არის მუქარა, რომ ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, აი სიას დახედეთ და ამ სიის მიხედვით დავივლით თითოეულ ბიზნესს და თითოეულ ბიზნესს მოგიწყობთ იმ ტერორს, რომელიც მოვაწყეთ ნაციონალური მოძრაობის დროს. ამას ეუბნება ნიკა გილაური, ამას ეუბნება მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ისაკაძე. მოტივები არის დაშინება. ან ბოლშევიზმის იდეა და რაში არის, ეს არის ტერორი და ზუსტად ეს იდეა არის ამას ჩადებული, რომ დააშინონ ბიზნესი. მაშინ მე ქართულში გახდით იქ მუშაობდი სწორედ და კარგად მახსოვს ეს პერიოდი, როგორ ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა რეპრესიული მექანიზმებით ქართულს გაკოტრებას
როგორ დაჩქარებად მიიღეს კანონშცვლილებები, რომლითაც ბიზნესთან ერთად ნაწილობრივად შეეცადნენ, რომ ყველა ის სესხი ქართულს რო ქონდა გაცემული ფაქტურად არ დაბრუნებულიყო ქართულში. დღესაც ბიზნესზე ზეწოლა სათავეში უდგანან ადამიანები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროიდან, მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი გილაური. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ბიზნესს არ ეკეთებდნენ, ახლა კი მათ შანტაჟის იარაღად იყენებენ. ეს ხალხი, რომლებიც ბიზნესს აბულინგებდნენ, ატერორებდნენ, დღეს შექმნეს ამათმა პლატფორმა, რომელსაც ქვია Free Business G და ეს Free Business G-ში შესულია კომპანიები, რომლებიც მხარს უჭერენ არჩევნების ჩატარებას, ხელახალ არჩევნების ჩატარებას, იმ ადამიანების, რომლებმაც კრიმინალი ჩაიდინეს და დამნაშავეები არიან პროკურატურის აზრით, იმათ გამოშვებას და ფაქტობრივად ნაცმოძრაობის რეანიმირებას უწყობენ ეს ხალხი ხელს. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებული, აი Free Business G-ზე დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლებას მიყავს ქვეყანა რუსეთისკენ, თვითონ როგორ ვაჭრობენ რუსეთთან და რა ბრუნვა აქვთ აი ამ ვაჭრობის შედეგად. აგერ არის ეს კომპანიები, რომლებიც ეს არის მხოლოდ ნაწილი ჩამონათვალი, რომლებიც აქ არის თბილღვინო, აქ არის კოკა-კოლა, ეს კომპანიები აი ესე ვაჭრობენ რუსეთთან, შემოსავალით საკმაოდ დიდია და დღეს ესე იგი თვლიან, რომ ქვეყანა მიდის რუსეთისკენ. ესე იგი, შედალოცვილო ფულს შოულობ რუსეთში მილიარდებს, ხო? და მერე აქ გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობა არ უნდა გქონდეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. აი ეს არის ორმაგი სტანდარტი. ორმაგი სტანდარტი. ჩვენ რუბლი არ გვერიცხება, არავინ არ გვეხმარება, არც რუსეთიდან, არანაირი ინტერესი ჩვენ აქ არ ამხრივ არ აგვაქვს, უბრალოდ ვამბობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგდეს და ჩვენ გვეძახიან ესენი რუსეთის აგენტებს და თვითონ მილიარდებს შოულობენ და ესე იგი გამოდიან მამა აბრამის ბატკნები. აი ეს არის რეალობა და ამაზე მინდა რომ ამით დავიწყოთ საუბარი, სხვა თემებზეც გვექნება საუბარი დღეს რა თქმა უნდა. უფლებადამცველი ბატონი ლექსო კობაიძე იქნება ჩვენი სტუმარი. ბატონო ალექსანდრე, აი ახეთ თქვენ, აი ეს ციფრები როგორია და ის მონაცემებიც კიდევ რა წარმოგიდგინეს, რომ ეს ხალხი აი ამ ბიზნესის თავისუფლებაზე მოლაპარაკე ხალხი როგორ იყო ჩართული სააკაშვილის დროს, უშუალოდ ქართულ ბანკის და სხვა უშუალოდ თავისუფალი ბიზნესის დატერორებაში. მოგესალმებით, მივესალმებ თქვენს მსმენელ და მაყურებელ საზოგადოებას. ძალიან საინტერესო საკითხია ეს ყოველივე. ეს არის სტანდარტი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ბიზნესმენები მიმართავენ ხოლმე. ეს არის უპრინციპო და უსამშობლო ბიზნესის სტანდარტი და სხვა არაფერი, ეგრეთ წოდებული Free Business G, რომელიც შექმნა ბატონმა ისაკაძემ, ეს არის უტიფრობა და უტიფრობის მაქსიმალური გამოხატულება, თორე როგორ შეიძლება ჩვენ ისაკაძეს მიერ იყოს ინსპირირებული ესეთი მსგავსი ტიპის შემოქმედება, როდესაც ეს ორგანიზაციები მილიარდობით ლარს შოულობენ, რომლებიც არიან აი ამ პლატფორმაზე გაწევრიანებული, რუსეთში შოულობენ მილიარდობით ლარს. ეს გორგია არის თუ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც ანუ ეს ჭყონია იქნება თუ PSP იქნება თუ ეს თბილღვინოს წარმომადგენლები იქნებიან, ყველა შეულობს რუსეთში ძალიან დიდ თანხებს და დიდ ფულს შეულობენ. და უცბად ეხლა მოგვევრინენ, რომ Free Business G-ზე არიან დარეგისტრირებული და არ უნდათ, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკური ურთიერთობები განავითაროს რუსეთში და მხოლოდ და მხოლოდ უნდათ, რომ ეს ურთიერთობები განვითარდეს სადღაც, გარდა რუსეთისა.
აი ეს არის მათი მიდგომა და ეს არის ისაკაძის მიდგომა, რომ აგერ გამოვიდა ბატონი პაპუაშვილი, მათიკაშვილი გამოვიდნენ კონკრეტული ფაქტებით ისაუბრეს, თუ როგორ იყო აი ამ ბიზნეს ტერორში ჩართული ბატონი ისაკაძე და ამ ადამიანს აქვს ამბიცია, რომ თურმე ჩვენი ქვეყნის განვითარება არასწორული კურსით მიდის. აი რატომ უნდა დაუჯეროს საზოგადოებამ აი ამ მტარვალებს პირდაპირ გაგებით. ესენი არ არიან მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებული ანუ ფულზე. ესენი არიან ორიენტირებული სამშობლოს გაყიდვაზე. ეს არის ფაქტი. მათი კეთილდღეობა არის მნიშვნელოვანი. მათთვის მნიშვნელოვანი არ არის ქვეყნის ინტერესები და სახელმწიფოებრივი ინტერესები. თორემ მათ რომ გააჩნდეს რაიმე ფორმით ეს ინსტინქტები, რაც არის სამშობლო სიყვარული, ეროვნული პატრიოტიზმი, არც ერთ შემთხვევაში აი ამ ეგრეთ წოდებულ პლატფორმაზე Free Business G-ზე არ დარეგისტრირდებოდნენ. და რატომ იცით? იმიტომ რომ იქ უამრავი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიზირებულები არიან და მხოლოდ ერთი ამოცანა ამოძრავებთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვარდეს, ამოითხაროს და მოკლედ ქვაზე არ დარჩეს. აი ესეთი კომპანიები არიან აქ დარეგისტრირებული. მაგრამ მათთვის ეს არა მნიშვნელოვანი არ არის, არც ბატონი ისაკაძისთვის და არც სხვა პირებისთვის, თუნდაც ჭყონიასთვის. ამიტომ იძახი, რომ ყველაფერს სჭირდება ანალიზი. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ. აი ზუსტად ეს არის აი ამ Free Business G-ზე დარეგისტრირებული კომპანიების თუ სუბიექტების ანალიზი რო გააკეთო, აი მიხვდებით თუ ვინ არიან ეს ადამიანები. და ეს ის ადამიანები არიან, აი აქციაზე რო საზოგადოება რო დადის და ფინანსურად რო ზურგს უმაგრებენ, ეს ის საზოგადოება უმეტესი ბიზნესმენები, აი ეს ადამიანები არიან. რომელი ბიზნესმენი გაბედავდა, აი რომელი ბიზნესმენი გაბედავდა და წინა ხელისუფლების დროს დააფუძნებდა მსგავსი ტიპის პლატფორმას, რომელიც მოუწოდებდა ბიზნეს სექტორს, რომ არ დაეჭირათ მხარი დღევანდელი ან მაშინდელი ხელისუფლებისათვის. რომელი ბიზნესი გაბედავდა, ან აი ეს კომპანიები ხო არსებობდნენ, ანუ წინა ხელისუფლების დროს ხომ არსებობდნენ. რატომ მაშინ არ ქონდათ ერთი ადგილი და რატომ მაშინ არ გამოდიოდნენ, თუნდაც აი ამ 2000 კომპანიიდან რატომ ერთი არ გამოვიდა და არ დაგმოეს, 7 ნოემბერი იქნება, 26 მაისი იქნება, 2008 წლის ომი იქნება. რატომ ერთი ადამიანი არ გამოვიდა? აი და კი ბატონო, მე შეიძლება საზოგადოებას თქვენი დაეჯერებინა. მაგრამ თქვენთვის ხომ სამშობლო არ არსებობს? თქვენს თავარია რომ შვიდად იყოს, წყნარად იყოს, თქვენი ბიზნესი იყოს განვითარებული და ყველაფერს კადრულობთ. ერთი ხელით ცდილობთ რომ რუსეთის ეკონომიკაში გქონდეთ მომთმარი, მეორე ხელით ცდილობთ რომ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოითმოთ. და თქვენი ქვეყნის ინტერესები საერთოდ არ არის თქვენთვის არსობრივი და მნიშვნელოვანი, ანუ არ გაინტერესებთ. ხო და ესეთი უთამოყვარე ადამიანები, უპრინციპო ბიზნესმენები, ხო? მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს საინტერესო საზოგადოებისთვის. და ეხლა, როდესაც ისაკაძე და გილაური უდგას ესეთ გაერთიანებას და მე თქვენ გამოდიხარ და იძახით, რომ ჩვენ არავად პოლიტიზირებული ბიზნესი, დიახაც პოლიტიზირებული ხართ, აბა რა ხართ. და ძალიან კარგი იქნება თუ კამპანია იქნება ისეთი ბატონ ნიკოლოზ, რომ მაგალითად გორგიაში არ იყიდო რაღაც კონკრეტული ნივთი, მაგალითად ის პეპელა თუ სუპერი თუ რაც იყო ის ბავშვების სათამაშოები, არ უნდა შეიყვანო ბავშვი რაღაცა. ეს კამპანია უნდა დაიძრას. დემოკრატიული, ესე ვთქვათ, PR კამპანიების მეშვეობით უნდა დაიწყოს ბრძოლა. არანაირი მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ვიღაცა ბიზნესი ტერორი განხორციელდეს და ასე მაგის არა. უბრალოდ უნდა ითქვას, ამ ადამიანს არ მოსწონს ჩვენი პოლიტიკური კურსი, როგორც ხელისუფლების, ხო? ამიტომ თუ მე არ მოწონვარ, მე რატო უნდა მომწონდეს მისი ნებისმიერი ქმედება? ანუ ის თუ
ჩასაფრებული პოზიციიდან მიყურებს და ერთი სული აქვს, როდის წავიქცევი და ჩემ მტერთან არის შეკრული. მე მას სათანადო პატივი რატო უნდა ვცე? ხო ლოგიკურია, არ უნდა ვცე პატივი. ამიტომაც დღევანდელი ხელისუფლება იქნება თუ ხელისუფლების ხარდაჭერები იქნებიან, აი ესეთი ფორმით უნდა ესეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომ მაგალითად მაკდონალდსში არ უნდა შეიყვანონ ოჯახის წევრები, ბავშვები და ასე შემდეგ. ეთახ ბოლო აი რა გახდა, მე ერთი რამე მინდა ვთქვა. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ ქვეყანაში. აი ხა თქვენ მაკდონალდი რო ახსენეთ ახლა. რა გახდა ახლა ვერ შევქმნით ჩვენ ისეთ კვების ობიექტებს საქართველოში კულინარიის და ცეკვების და სიმღერების გამო მოდის ხალხი და ჩვენი რელიეფის და ჩვენი ბუნების გამო. რა არის პაემაში რა ქვია ორცალ იმაში პურში კატლეტს ვერ ჩავდებთ თუ ვერ გავიგე სასმელი გვაქვს ჩვენ თუ ისეთი პროდუქციას ვერ გავაკეთებთ რომ მაკდონალდსი ჩაანაცვლოს აი რუსებმა ადგენენ ახლა გააკეთეს კუსნაი ტოჩკა მე რომ რაღაცა ცოტა ვიღაცებმა კბილი რო გამკრეს ჩავედი იქა სპეციალურად რუსეთში და ვაჩვენე რომ აი რომ ატეხეს ამბავი მაკდონალდსი რუსეთიდან მიდის და ვითომ ამით რუსეთი ჩამოიშლებოდა ეხლა რუსეთი მოკვდებოდა მშიერი მაკდონალდსი რო გავიდა რუსეთიდან გააკეთა რუსეთმა კუსნაი ტოჩკა იგივე ტიპის არის უბრალოდ განსხვავება არის ერთი აი კოკა-კოლას მაგივრად არის დობრი კოლა გავხსნა ჩვენ აი ხა მადა არის შესანიშნავი მაგალითად მე ხშირად შევიძე ხა რეკლამა გამოდის ამ კომპანიამ თუ მადამ შეძლო რომ მაგალითად აი ეს საკონდიტრო ბაზარზე შემოსულიყო გახთარიყო ლიდერი მარტო საკონდიტრო არა იქ ეხა შესანიშნავი ხაჭაპურია ლობიანია და ძალიან პოპულარული ქსელური გახდა ეს ყველა გააკეთეს ქსელური კვების ობიექტი რომელიც ჩაარტყამს ამ მაკდონალდს და გააგდებს საქართველოს და ჩვენთან დარჩება ის ფული. სხვათა შორის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მაკდონალდსი არ არის გახსნილი. სომხეთი. სომხეთი. და რატო? სომხეთში არ არის საზოგადოებას მინდა უთხრა, თუ რატო არ არის მაკდონალდსი. იმიტომ არ არის მაკდონალდსი, რომ სადაც კი გააკეთეს მაკდონალდსი, იქ ალტერნატიული სხვათა ეგეთი მსგავსი გააკეთეს სომხებმა. და მე გაბრაზდნენ ეს ამერიკელები და საერთოდ ვაკო წარმოუდგენელიაო რომ ისა რა ქვია ანუ ჩვენი პროდუქცია რო იწარმოებოდა არავინ აღარ შედიოდა ყველა სომხეთის რესტორნებში შედიოდნენ ანუ მსგავსი ტიპის რესტორანში შედიოდა და დახურეს და წავიდნენ ხო მან კიდე სხვა ისიც არის ვერსიაც რომ ვითომ ერთ-ერთი აი ეს ვინც მაკდონალდსი დააკეთა ვიღაცამ იქ რაღაც დაპირისპირება ქონა სომეხ ბიზნესმენებთან და ისე გაუმწარებია ამ სომხებს რომ ჩვენ იმათ უთქვიათ რა მაკდონალდსის დამფუძნებლებს რომ აიო ერთადერთ სომხეთში ნუ 1000 ვერსიებია ნუ ასე ლას-ვეგასში ყოფილა მსგავსი ფაქტი მაგრამ ფაქტი ის არის ხო კი ბატონო რომ კონკურენცია ეგ არის კონკურენცია უნდა გაუწიოს შეიძლება სხვაგანაც არ იყოს მაგრამ მე ერთი რამე ჩვენ რატო ვერ უნდა რა ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას და დღეს ეხა თბილისში რო გაიხედ გამოიხედო სოკოებით მომრავლდა ეს მაკდონალდსი და არც ვარგა არაფრად ეხა ჩვენში რო დარჩეს ეხა კი შეიძლება ვიღაცას ჩქარა უნდა რაღაცი შეჭამ რაღაცა საკვების მიღება ეხა და სანამ ხინკალი და მწვადი იქნება ბოდიში და ან შაურმას ხა ცოტა დრო უნდა და აქ შეხვალ ეგრევე მიირთმევ მაგრამ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენ შექმნა და არა ჯერ მართლა არ ვარ ჯერ თუ ცხელი არ ჭამე სივს ვეღარ შეჭამ ერთ კარტოფილს ვეღარ შეჭამ და რა თქმა უნდა და თან რა არის კიდე კაცმა არის ხო და ჩვენ გავაკეთოთ ჩვენ ისა და აი ბიზნესის ტერორზე რო დაიწყო კიდე თქვენ ჩვენ დავიწყეთ საუბარი გადაცემა დავიწყეთ ამ ბიზნესზე ბევრს ავიწყდება მეგობრებო რომ როგორ მოკლეს ბიზნესმენი ხარძიანი რომელსაც არნახული ტერორი მოუწყვეს სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მე მინდა ვაჩვენო ახლა აი ეს მისი განცხადებები როგორ ივსებოდა ბიუჯეტი და როგორ ახდევინებდნენ გაუგებარ ობიექტებში ადამიანებს მილიონებს საღო მშვიდობის ბატონო ბესო როგორია თქვენი ისტორია რამდენადაც ვიცი ყველაფერი დაიწყო პროკურატურის ბრძანებით როცა ფინანსური შემოვიდა და შემოწმების საფუძველი რომელიც თქვენ წარმოგიდგინეს ასეთი იყო სიტყვა სიტყვით შემოწმდეს სვანური დაჯგუფების იდეოლოგიის ხელმძღვანელი გისმენთ ხო სვანურ დაჯგუფებას რაც შეეხება ეს ნაციონალური იდეოლოგია იყო სვანები თითქოს რაღაც დაჯგუფებაა საერთოდ და როგორც კრიმინალებს განსაკუთრებულად უდგებოდნენ მათ. თუმცა მათ იმის წარმოქმნაც არ აქვს, რომ სულ საქართველოს მოსახლეობის 1%-ს შეადგენს ეთნიკურად სვანები. მაგრამ მათ უნდათ ესე და ზუსტად ის ოპერაციაც რომელიც ჩაატარეს სვანეთში მე არ ვიცი ყაჩაღები იყვნენ აფრასიძეები თუ კრიმინალური დანაშაული ქონათ სხვადასხვა მაგრამ ეს იყო სანახაობა იმისათვის რომ ჩვენ მოვედით და ყველას მოვერევით.
რაც შეეხება შემოწმებას, აი ესეთი სასაცილო რაღაც სვანური დაჯგუფების იდეოლოგიის ქონება შემოწმდეს. რა უნდა შეემოწმებიათ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ განვითარდა ესე, რომ ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს. დიახ. რომელი წელი იყო ეს? დაიწყო 2007 წლიდან, ხო? რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი. 2007 წლის 7 თებერვალს, დიახ, დაიწყო ეს ასე ვთქვათ, შემოწმება ზეწოლა ჩემზე. მომთხოვეს რომ გადამეხადა $5 მილიონი. ეს ხდებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის მოადგილის ბატონ გელოვანის კაბინეტში, რომელსაც ესწრებოდა დღევანდელი პარლამენტარი გვარი დამავიწყდა იმ დროს ქალაქის პოლიციის უფროსი იყო. იქნებ გაიხსენოთ შემდეგ საუბრისას. კი ბატონო, შემდეგ გამახსენდება. და შემდეგ რა ვიცი პროკურატურაში გადამამისამართეს მოკლედ და პირველი $3.5 მილიონი გადამახტევინეს იმაში რომ მითხრეს უკაცრავად ხმამეთი შემა გადამახტევინეს იმაში რომ ვითომ და მე მაგიდაზე მედო ესეთი დოკუმენტი რომელიც უნდა მიმეწერა ინვესტორებისთვის და კუსტმა $10 მილიონის მაგივრად ღირდა $30 მილიონი. აქედან გამოიყვანეს აქტი შემდეგი მოტივით, რომ ფასთა სხვაობაში დამბეგრეს მოგების გადასახადით, ასეთი სისულელე მოიგონეს. დასკვნა იძულებით დააწერეს პროფესორ ბაკაშვილს. რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ეს არის მე თქვენ მოგიტანეთ ხალბატონო იგაი გუშინდელი გადაცემაში ბატონი საყვარელიძე იძახდა, რომ ჩოჩელის გარდა არავის არ აქვს მტკიცებულებები, როცა ბიზნესმენები შეიკრიბნენო. და აგერ არის ერთი მტკიცებულება ესეთი თუ შეიძლება რომ გვაჩვენოთ, დიახ, მოიტრიალოთ. ეს არის აუქციონი, რომელიც სიღნაღში გაიმართა 2007 წელს და $35,000 ღირებული გარაჟი ვიყიდე $1.5 მილიონი. როგორ მოხდა ამის ყიდვა? მოდით უფრო დეტალურად რომ მითხრათ, ბატონებო, ამ ფაქტმა გაიჟღერა პარლამენტში, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ამტკიცებდნენ პრემიერ-მინისტრად და იქაც ითქვა, რომ $1.5 მილიონი გადაახტევინესო ხარჯიანს რაღაც გაუგებარ ობიექტში. ვინ დაგიბარათ? ვინ გაიძულათ, რომ ეს გეყიდათ და რატომ $1.5 მილიონი და თუ არ ღირდა და მით უმეტეს გარაჟზე იყო საუბარი, რატომ გადაიხადეთ? რას აკეთებდნენ ისეც, რამაც გამოიწვია თქვენი მხრიდან ამ თანხის გადახდა. მოგეხსენებათ სასტუმრო საქართველოს მებატრონი გახდით. დაიჭირეს დირექტორები. ერთ-ერთი მათ შორის ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მამა იყო. და აქედან გამომდინარე, ასეთ ზეწოლის ქვეშ, როგორ არ უნდა გადამეხადა, რა უნდა გამეკეთებინა, რა გამოსავალი იყო, როცა პირდებოდა დაჭერას. რაც შეეხება ვინ იყო მოგახსენებთ ფინანსურ პოლიციაში გრიგოლ ფერაძე, ვინც წამიყვანა, შემდეგ გელოვანი ნიკოლეიშვილი გამახსენდა პარლამენტარი დევანდელი ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ და ვინმე ქარსელაძე უფროსი, იმიტომ რომ ვინმეს იმიტომ ვიძახი რომ ძველი ბიჭურად მომართა რომ აიღე ტელეფონი და დარეკეო ტარიელონიანთან მოსკოვშიო და გეტყვის ვინ ვარ მეო. და მეოთხარი შენ აიღე და შენ დარეკე და ის გეტყვის ვინ ვარ მე მეთქი, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცნობ მეთქი რა. აი ასეთი ძველი ბიჭური და ასე შემდეგ ეხლა ჩვენ გავიგრძელდება ეს ფორმატი ალბათ ამის დროს არ მოგცემს. და ასეთი ზეწოლის ქვეშ როცა დაგიჭერენ ახლობლებს, დაგემუქრებიან, სხვა გამოსავალი რა იყო? რა უნდა გამეკეთებია? ბიზნესად უნდა გადამერჩინა და საკუთარი ოჯახის წევრები კიდე უნდა გადამერჩინა. ბატონებო, თუმცა ამის შემდეგ თქვენ მოხვდით ციხეში. რა ხდებოდა, რატომ? თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ ერთი რამ, როდესაც ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუშვათ ამ დღეებში პრეტენზიას აყენებდნენ ბიუჯეტის გარღვევასთან დაკავშირებით, ახალი ხელისუფლება პასუხობდა, რომ თქვენ ავსებდით ბიუჯეტს აი ასეთი ტიპის დაჭერებით, ამოღებული ფულებით, ბიზნესიდან გადახდილი რაღაც პროექტებისთვის ფულებით და ასე შემდეგ. რა შეგიძლიათ გითხრათ ამის თაობაზე? ანუ დაგიჭირეს რატომ და მოგთხოვეს რომ გადაგეხადათ ბიუჯეტში ოფიციალურად მთელი ეს თანხა, რაზეც თქვენ საუბრობთ. მიგა საქმე რაშია, იცით რომ ეს თანხები როგორც იხდიდნენ, მე აღარ უნდა დაეჭირათ, ხო? ახლა $5 მილიონი გამოვიდა საბოლოო ჯამში გადახდილი. წესით არ უნდა დავეჭირე, მაგრამ რომ დამეჭირეს, რა თქმა უნდა, ციხე ისეთი ადგილია, რომ ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი ინფორმაციაც მოვიპოვე. ეხლა გამოვიდი და მე მაქვს ესეთი მტკიცებულება, იმედი ახალი პროკურატურის პირობებში დამკითხავენ, რომ ვინმე დავით ხატარაშვილი ჩემი ციხეში დომის დროს ხმა გაითიშა? არა, არ გათიშულა, ისმის თქვენი ხმა, თავისუფლად ისაუბრეთ, ტექნიკური ხარვეზი არ არის, დიახ. უდესიანთან ერთად არაბებისთვის უნდა მიეყიდათ კუსტმა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია 40 მილიონად. მე ამის მტკიცებულება მაქვს, რომ ჩხატარაშვილი
პროკურორის თავარი პროკურორის მოადგილე იყო ჩარეული. აი ამიტომ დამიჭირეს, რა 40 მილიონად რა უნდა გაეყიდათ, მე ხო არ მომცემდნენ ამას გადაწყვეტეს ჩემი გაუბედურება. თუმცა იქიდან ზეწოლის შედეგად, სადაც 20-მდე მოწმე და მათ შორის ის მოწმეები, ვინც ყოველ დღე ფიზიკურად, რა ვიცი, მაწამებდნენ, აღარ ქვია იმას, უბრალოდ მეწოდებიან და თვითონ აქვთ აღიარებები უკვე დაწერილი. მოწმეებს. დიახ, მოწმეებს, ოფიცრებს, ბადრაგებს და ასე შემდეგ. დიახ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს როცა გადავაფორმე, ჩემი უფროსო და ჩემი ოჯახის წევრებმა გადაუფორმეს ყუსტის აქციები. მიუხედავად ამისა არ გამომიშვეს. და იქამდეც კი მივედი, რომ უკვე მივხვდი ჩემთან პატიმარი, ვინც იყო, ასე ვთქვათ, იმან აღიარა, რომ ორივეს გლახავთ ხონდა საქმე და წერს ის ჩვენებაში, რომ დათახალაია მობძანდა ნასვამ მდგომარეობაში თოფურიძე კილერას ოთახში, ასე ვთქვათ, დანის ცნობილი დირექტორის ოთახში. და რა ვიცი ყველაფერი საშინელება უნდა გაეტარა ჩემთვის და თქვენ წარმოიდგინეთ გდანის ციხის კორპუსიდან გავიქეცი ტეპენკა ქვია სადაც გასასვლელია იქამდე გავიქეცები მაგრამ იმიტომ გავიქეცი რომ ყვიროდი რომ მე მიპირებენ მოკლას პატიმრებს უძახდი მთელ პირველ კორპუსმა გაიგო და უამრავი მოწმე ამისი და ამას შეაფერხა და ალბათ იფიქრეს მე არჩევნებს დაველოდები ჩვენო და შემდეგ ამას ასე ვთქვათ არ ვიცი რა იქნებოდა ჩაფიქრებული ყოველ შემთხვევაში ჩემზე ზეწოლა უნდათ რომ მე თანამშრომლა მათთან და რა თქმა უნდა მე ამაზე ხელს ვერც მოვაწერდი და არც მოვაწერდი მაგრამ ერთი მინდა ხალბატონო ინგა მოგახსენოთ რა თუ შეიძლება რა გისმენ რა თქმა უნდა მართლმადიდებლობიდან გამომდინარე მე ხელი ჩამოვართვი ბატონ ცეზარ ჩურჩილს რომ შევხვდი მაგრამ ეს ფორმატი არის ბედის ირონია იქიდან გამომდინარე რომ ერთ ფორმატში ვსივართ მე და ჩოჩელი როგორც ვანო მერაბიშვილის მეგობარი იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილის ბრძანებით ჩამაყარეს ჰეროინი პირში რომ დამიჭირეს და წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში ვარ და ერთი მაინტერესებს მაგაცაც როცა თავის პასუხებს გაცემს ჩააყარეს პირში ჰეროინი დანში ყავდათ და 37000 ლარიანი $1,500,000 იყიდა ეს არ შეიძლება სიმართლე ერთია და ჩვენ ამ სიმართლეს უნდა მივყვეთ დიახ, ბატონებსო, ამ კითხვებს პირობას გაძლევთ მე მას აუცილებლად დავსვავ. ბატონი ცეზარ ჩოჩელი აქ ყავს მოწვეული სწორედ იმიტომ რომ პარლამენტის ხდომაზე სადაც თქვენმა გვარმაც გაიჟღერა, სწორედ მისმა გვარმაც გაიჟღერა ამ შემთხვევაში უკვე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, როგორც ამ რეალობაში არსებული პრობლემა ბიზნესთან, ასე რომ მე მას აუცილებლად დავსვავ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. თქვენმა ოჯახის წევრებმა გადააფორმეს თქვენ ბრძანებთ. ანუ მათ იცოდნენ რომ ციხეში იყო თქვენზე დიდი ზეწოლა და ისინი იძულებულები გახდნენ ვის გადაუფორმეს თუ შეგიძლიათ აი ძალიან ღიად მინდა რომ ვისაუბროთ პრინციპში ისეთი გვარები დაასახელეთ ბატონი ჩხატარაშვილი მე რამდენადაც ვიცი დღეს ქართული ოცნების რიგებშია ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდეც უკვე ეს ასე იყო ეს სხვა უბედურებაა კიდე არის რაღაცა პანამის რა თქმა უნდა როგორც ოფშორებში აკეთებდნენ ეს რა თქმა უნდა ამის უკან დგას უდესიანი და ქურაზბედიანი მე შევხვდი ბატონ ქურაზბედიანს გამოსვლის შემდეგ მას შემდეგ უბრალოდ რაც ბატონმა ბეძენა ივანიშვილმა განაცხადა რომ იქნებ მოლაპარაკების გზით სასამართლოებს რო ავწდეთ ვინც რა წაიღო დააბრუნე და ეს პიროვნება აპირებდა დაბრუნებას და ჩვენიერ დღეს მითხრა რომ ბოდიშით ჭრალებში რომ პროკურატურასთან გაიასნებული გვაქვსო ახლანდელ პროკურატურასთან? დიახ, ახლანდელთან არა. ეხლა ახალი ყავს ჩვენ. ანუ კბილაშვილის პროკურატურაზე საუბრობ. კბილაშვილის პროკურატურაზე. და არაფერი არ შეიცვალა არც ამ ახალ რეალობაში თქვენთვის? იგივე კბილაშვილის პროკურატურის დროს, ანუ არ შეიცვალა. არაფერი არ შეიცვალა. ხო გეუბნებით, აი გამოძიება შემოვიდო თაროზე. სანამ ქალბატონი წულუგიანის ხოლგის ქვეშ იყო პროკურატურა, ინტენსიურად მიდიოდა გამოძიება, კმაყოფილიც ვიყავი, მაგრამ როგორც კი ეს უწყება ჩამოაშორეს იმ დღიდან, აი ხო გეუბნებით კიდე ჩხატარაშვილი იყო რამდენადაც მოარულად მე არ შემიძლია ეს ვამტკიცო. შეველი იყო ნაცვლიშვილის. და როცა მე მიხსენეს ეს გვარები ქურაზბედიანმა რომ მე მათთან გავაიასნე მე ნაცვლიშვილი ლაშა ნაცვლიშვილზე საუბრობ. დიახ, ლაშა ნაცვლიშვილზე საუბრობ. მე ვესტუმრე ოჯახში მას არ დამხვდა ძალიან კეთილშობილი ხალხის სიდედრი და სიმამრი დამხვდა და დაუტოვე ჩემი სავიზიტო ბარათი და კოორდინატები რომ აი მას აბრალიდან ამას და გაერკვია ეს ყველაფერი მაგრამ არ დაუბარები ვარ და არ გაურკვევია ამიტომ ფიციმწავს ბოლო მაკვირვებს მაგრამ შეიძლება რაიმე პოლიტიკური ღონისძიებები იყო, იგა მე არ მინდა აქ შევყვი ამ თემებს, იმიტომ რომ აქ შეიძლება ესეთი მომენტი იყოს, რომ რაღაცა ეს ძველი ამბები, რაღაც უნდა გაესუფთავებიათ, მაგრამ ხვალინდელი იმედით ვარ ამით განწყობი, რომ სამართალი აღდგება, სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. ბატონებსო, მინდა წარმატება გისურვოთ და კიდევ ერთი კითხვა დაგისვა. თქვენ გაქვთ იმედი, რომ თქვენს დაკარგულ ქონებას დაუშვათ იმ თანხას, რაც გადაგახტევინეს, დაიბრუნებთ? მე მაქვს
ახალი სამთავრობო გუნდის იმედი, ბატონ ღარიბაშვილის იმედი და იცი რა ნიშნით მაქვს მის იმედი? ის იყო ფონდის ხელმძღვანელი, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მილიარდება გაიარა ივანიშვილის ბატონ ბიზნეს მილიარდება გაიარა მის ხელში. და ერთი ლარიც რომ მოეტეხა, ის კაცი არ გააჩერებდა იქ. ჩვენ მისი ხასიათი ვიცით ზოგადად, ხო? და ამ პატიოსნების იმედი მაქვს. აქედან გამომდინარე, ოცნებას ეყოფა იმის გონება, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დაიწყება ამ სამართლის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვაძლევ გარანტიას, რომ ისინი დამარცხდებიან ამ არჩევნებში. სხვა შორის ერთი საინტერესო ინფორმაცია, დღეს მე პირადად ვესაუბრე ქალბატონ ეკა ბესელიას, რომელიც ჩაგვერთვება გადაცემის ბოლოსკენ პირდაპირ ეთერში, სადაც მან თქვა არა თქვენს კონკრეტულ საქმეებზე, მაგრამ მან თქვა, რომ 3 ასეთი საქმე მას უჭირავს პირადად ხელში და იგი დღევანდელ ეთერში მოყვება ამ საქმეების შესახებ, რომელსაც პირადად გადასცემს ორშაბათს ახალ მთავარ პროკურორს. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული მოძრაობები იგეგმება. ყოველ შემთხვევაში იმ ისტორიების კვალდაკვალ, რასაც ეხა ჩვენ ვისმენთ და სულ ბოლოს თუ შეგიძლიათ მითხარით 2 მილიონი რომ გადაიხადეთ გარაჟში, იქ რა გააკეთეთ? არაფერი რა უნდა გამეკეთებია, იქ არაფერი არ არის და ის სინკარებიც, რომელიც დახვედრილი იყო, ეხლა დამირეკეს და მითხრეს, რომ ისიც მოუპარიათ რაღაც სინკარებიელა და ქალბატონო იგა ეს თქვენ სამახსოვროთ, ეს ყველაზე ძვირი გარაჟია მსოფლიოში, $1,500,000-იანი. ეს ისე. დიახ. თქვენ სამახსოვროდ გიტოვებთ ამას და დიდი მადლობა, ჩემი არქივისტვის შევინახავ ამ თქვენ სამახსოვრო საჩუქარს. რამდენი ხანი იჯექით საბოლოო ჯამში ციხეში? 2 წელი საქიდან 3 თვე სამარტო საკანშირი და აბსოლუტურად გდანის ციხეში დაკეტილ სივრცეში. გაწამებდნენ? მაგრამ სულიერად ვერ გამტეხეს. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ამის უამრავი მოწმია და 14 დღის განმავლობაში სანამ კარანტინში, ეგრეთ წოდებულ კარანტინში ვიჯექი, ყოველ დღე მცემდნენ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მემუნებოდნენ. აი ხა დავინახეთ აგერ ბესო ხარძიანი, აი ამ ნაცხროვამ ტერორში წვამყოფა, ციხეში ჩასვა და ბოლოს მოკლეს ეს ადამიანი შეკვეთილი მკვლელობა იყო მისი მკვლელობა. და აი ეს არის სამწუხარო, რომ დღეს ბესო ხარძიანი ბევრს დაავიწყდა. ბევრს დაავიწყდა ის ოპერაციები, რომელიც ჩაატარა ბარამიძემ, რომელმაც ამოხოცა იქ სვანეთში უამრავი ადამიანი და აი ეხლა ეს ხალხი, ვინც ეს გააკეთა, იქ რუსთაველზე მარშებს აწყობს ბიზნესის და დემოკრატიის სახით. და ეს არის მეგობრებო, ყველაზე დიდი ცინიზმი. ღამის ნოტარიუსების მეშვეობით აფორმებდნენ ბიზნესს, ხო გვახსოვს რა? გინტური იყო ერთ-ერთი. ეხლა ჩემს მეგობარს შეიძლება არა, ეხლა ვიღას ეს იცით რა დაავიწყდა და ეხლა გავიხსენოთ, აბა მოდი ვინმემ გადააფორმა ამ ხელისუფლების პირობებში ბიზნეს სახელმწიფოზე, ხო არ გადაუფორმა? წარმოუდგენელი ეგეთი. ვინ უნდა გიჟი უნდა იყო ხა თუ ადამიანი ხა ბოდიშ და ყდება და უნდა სახელმწიფოს დაუტოვოს ბიზნესი და ეხლა არ ვიცი ხა იაკობ გოგებაშვილივით ეხლა რომელიც მათ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას დაუტოვა მთელი თავისი ქონება და ბევრი ყავდა ჩვენ ესეთი ეგ სხვა არის მეგობრებო, მაგრამ სიცოცხლეში ჯამთელი კაცმა რატო უნდა დათმო შენი ბიზნესი და მე იყო იმას აჩუქო და მე მათხოვარი იყო უსასყიდლოდ აჩუქო ხო აი რაღაცა და ეს ხალხი გვეუბნება მაშინ ბიზნეს თავისუფალი იყო და ეხლა არისო დამოისაო რა ქვია შეზღუდული გესმით და კიდე მე იმ ხალხზე არ ვიცი ფიქრობ ხოლმე რომ ეს რა საზოგადოებაა რომ კარგი იყო მიშას დროს ეს ბიზნესმენები რო იძახიან რომ აიო მეო ფულს რომ ახარჯუნებ და ძალითო და რომ მიჭერდაო მართლა აი მოუხედრი რომ ეგეთ საზოგადოებაში რომ უთქვამთ რომ აი ესენიო ხო ესენი არ მთხოვენ ფულს არაფერს არ ანუ ეს თქვა ჯიბეში არ მიძრებიანო და ის რომ მიჭერდაო და ამის შიშიტო მეო საქმეს ვაკეთებდიო და მეტი საქმის კეთება შემეძლო და აი რა უნდა უთხრა რა არგუმენტი უნდა გასცე რა ანუ უნდა ეგეთ ბიზნესმენს და ესეთ საზოგადოებას ხო ის არგუმენტი უნდა გასცე რომ უნდა რეალურად შეაგზნობინო სახელმწიფოს როლი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ბიზნეს სექტორში მით უმეტეს არა ეხლა მე თქვენ ახსენეთ ბიზნესმენები ეხლა იმ დღეს გამოვიდა TV პირველზე ერთ-ერთი ბიზნესმენი ეს კაცი კაცო მე თავიდან პატივსცემდი ამ კაცს მაგრამ მე გამაუცა ამ კაცმა თავისი განცხადებებით და ერთი ნახეთ რა განცხადებები გააკეთა ეს არის ირაკლი გურჩიანი Toyota ცენტრის ხელმძღვანელი რუსი გველის და ბელარუსი რუსეთი აი გველის მე კარფე არ გველის
მაგრამ არ გამოვექთება, არ გამოვა. ეკონომიკურად შეიძლება თქვათ, რომ აბსოლუტურად ჩამოიშლება ვაფშე ყველაფერი. რა ვაფშე ჩამოიშლება მაინტერესებს და ჯერ ბელორუსი გველისო, ერთი მაინტერესებს დადიხარ შენ უცხოეთში ხშირად და ერთი ჩადი ბელორუსში და ნახე ერთი რამდენი ათასიანი საწარმოები მუშაობს 20, 25, 15,000-იანი საწარმოები მუშაობს. რა ბელორუსია ჩამოშლილი არის? ევროპაში არ არის იმხელა საწარმოები და ფაბრიკები, რამდენიც ბელორუსში არის. და თუ ბელორუსია გველი ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები მე მაგის. კიდე რა არის იცით? ეს ადამიანი მაგას არ უნდა ლაპარაკობდეს, იმიტომ რომ მანქანების ექსპორტი და იმპორტი სწორედაც ეხლა არის გაზრდილი, მოკლედ საგრძნობად არის გაზრდილი დაახლოებით 80% თუ 90% მომატებულია, იმიტომ რომ კარი გაიხსნა ყაზახეთისკენ, რუსეთისკენ, ტაჯიკისტანისკენ და ეს მანქანები გაედინება. სხვათა შორის მისი მანქანების გაედინება Toyota-ს მანქანები და რატოა უკმაყოფილო რომ ეკონომიკურად ეს ბაზარი, ეს კარიც გაიღო, მე მართლა გაოცებული ვარ, აი ესე შეშფოთებული სახით ბატონი გურჩიანი რატო აკეთებს ეს განცხადებას, რომ წესით ანუ აქ ცუდი არაფერი არ არის, ეკონომიკა ვითარდება, მეტი კონკურენციაა და თუ რამის თავი გაქვს მეტად გააკეთე. აქ რა შუაშია? ან თავარია რომ არავინ არ გატერორებს, თავარია რომ არავინ არ გაგინებს, არ ახარ დათორგუნული, თუ რაიმეს შესაძლებლობა გააკეთე ბიზნესი. არავინ ჯიბეში არ გიძვრება. რას ნერვიულობ და რა ემოციებში ხარ და რა იმაშვები, რა ქვია, რას ინტრიგნობ რო იტყვიან. შენი საქმე გააკეთე, აკეთე თუ შეგიძლია და კონკურენცია გაუწიე. იმ შენს კონკურენტებს, რომლებიც აი ამ სადელივერო კომპანიები არიან წარმოდგენილი, რომლებიც მანქანებს ყიდიან. არა თუ ისე, როგორც ეხა მაგალითად აკეთებ განცხადებას და მტრის წისქვილზე ასხავ წყალს. ეს არ არის, ანუ არ არის სწორი მიდგომა. მართლაც რომ ისე გაგიკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ. აი ბატონ გურჩიანს მიმართავ რა, რომ აი მართლაც რომ ისე მოექცეს ეს ხელისუფლება, როგორც წინა ხელისუფლება ექცეოდა ბიზნესს. მე რაღაც იტყოდით, ერთი ვერ გავიგე. მე რაღაც იტყოდით, რომ აი ესე უცბად აღმოჩნდებოდით, რომ ჯიბეში ფული არ გიდევთ და არაფრის შესაძლებლობა არ გაქვთ. ხო ვერაფერს ვეღარ იტყოდით, ამიტომ წყნარად იყავით და თქვენი საქმე აკეთეთ. ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჯანსაღი კონკურენცია იყოს. თუ შესაძლებლობა აქვს ბიზნესმენს აგერ ევროპაში გაიტანოს ნებისმიერი საგანი თუ საქონელი, თუ შესაძლებლობა აქვს აგერ რუსეთში გაიტანოს და სხვადასხვა ბაზრებიც აითვისოს, თუნდაც აგერ ჩინეთის მიმართულებით. აქ რა არის ცუდი? თუ ბატონი გურჩიანი იმიტომ არის ესე ვთქვათ, გაცოფებული და ცოფებს იმიტომ ყრის, რომ ჩინეთს გაიხსნა ამხელა შესაძლებლობა და ეს კარიც გაიღო, ანუ მანქანების ჩამოყვანის და გაყვანის კუთხით და კონკურენციას ვეღარ უწევს და ეხა გახდა ეს ხელისუფლება ცუდი? ანუ სწორედ აქ სხვა ლოგიკა სადაც ბიზნესმენი რო გამოდის ბატონ ნიკოლოზ და იძახის რომ ეს ხელისუფლება ცუდია. მარტივი კითხვა ხო უნდა დაისვოს რატოა ცუდი? კი პასუხი რა აქვს იცით? რუსეთისკენ მივდივართ. განა ისა აქვს მაგალითად პასუხი რომ ბიზნეს ტერორი ხდება, მართმევენ, ვიღაცა ფინანსური პოლიცია შემომივარდა, ჩემი ოჯახის წევრზე მასანტაჟებენ, არა. რუსეთისკენ მივდივარ. არა, გეტყვით, ეხლა მე მაგას რა აწუხებს და გითხრათ სიმართლე. ბევრმა არასწორი ინფორმაცია გავრცელა. Toyota Tegetashi არის Toyota-ს ცენტრი. და ბევრმა აურია ამის Toyota, არ ორი Toyota-ს ცენტრია, ერთი ეკუთვნის Tegeta Motors და ეს არის დამოუკიდებელი Toyota-ს ცენტრი, რომელიც ადრე ჩამოყალიბდა. მერე შეიქმნა ამ Tegeta-ში. ხო და ეხლა იმათმა წაიღეს ბევრი რამე, იმ Tegeta-ში ვინც არის, ის გახდა უფრო მსხვილი მოთამაშე. და ამან კონკურენციაში დაკარგა პოზიციები, რომელიც ქონა ადრე თვითონ იყო მარტო ბაზარზე, როგორც ასეთი Toyota. და ეხლა ორი Toyota აქვს ეხლა საქართველოში, ერთი Tegeta-ში და ერთი არის ეს. და ბევრმა აურია ეგონათ, რომ Tegeta-ს Toyota-ზე იყო საუბარი და ამიტომ არასწორი ინფორმაციები გაქვს. და ეხლა ეს კაცი კიდე ერთხელ მეორებ. თქვენ სწორი აღნიშნეთ, ეხლა თქვენ რო თქვით სავაჭრო ურთიერთობებიო და იმპორტი მანქანებისო. იმპორტი შემცირდა პირიქით, ეხლაც არის მაღალ დონეზე, მაგრამ შემცირდა რატო, იცით? აი ამათმა რომ ამბავი ატეხეს რუსეთში გადის მანქანებიო და ჩვენებიც იძულებული გახდნენ მერე რომ რაღაცა იქ რეგულაციები მიეღოთ, გაცილებით მეტი იქნებოდა ვაჭრობა ჩვენებს რომ არ მიეღოთ ზომები ამ დასავლეთის და ამ ჩვენი მოღალატეების კნავილის გამო, იმიტომ რომ ბევრს მიყავდა აქედან რუსეთი ზანქცირებულია, აი რა დონეზე არ უნდა გიყვარდეს ქვეყანა.
თავს ლაფი დავასხი ევროპასაც და იმასაც, რა ქვია, იმ ამერიკასაც, ხო? რაში მე ჩემი ინტერესია. ესე იგი, რუსეთი დასაცირებული იყო და ამის საფუძველზე ჩვენი მანქანები გადიოდა და ჩვენგან საკმაოდ დიდი შემოსავალი შემოდიოდა. უკრაინა ზარალდებაო. ამითი ვითომ ეხა მანქანები რო შედიოდა ჩვენგან და ესე იგი ამის გამო ჩახერგეს ეს ჩვენი მანქანები შედინება იმ დოზით. ეხა კი მაინც შეიძლება შედის, მაგრამ არ ვიცი რაღაცა ეხა სხვანაირი მეთოდებით შედის უფრო. ხო და ამითი აზარალეს უამრავი ადამიანი, რომლებიც ამ მანქანის ვაჭრობით იყო დაკავებული. აი ამ ნაძირლებმა ერთხელ მახსოვს სიუჟეტი გააკეთეს საქართველოდანო ფოტოაპარატები შედისო, ამასო მე დრონებზე აყენებენო თუ რაღაც სისულელეები და ისაო ფოტოაპარატები აგზავნოთო შეტანაო. აი ესეთ სისულელეებზე ესეთი მოღალატე როგორ უნდა იყოს. შენ დალოცვილო, შენ ოღონდ რამე გაყიდე, ხო? რაღაცა პატარა 1-3 მილიონიანი ქვეყანა ვართ, ხო? რაღაცა ოღონდ შემოსავალი და არა, ესე იგი ჩვენ უნდა მოვიკლოთ ლუკმა, ჩვენ უნდა გავღარიბდეთ, რომ ესე იგი ოღონდ იქ იმას ხდა. თვითონ არ არის? აი ამ დროს უკრაინა კაცო ვაჭრობს, ევროპა ვაჭრობს რუსეთთან, ნიკელი შედის, ნავთობი შედის, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა. ჩვენ უნდა შევიძინოთო რუსული გაზიო, რომ სხვა მერე უფრო ძვირად არ გაყიდოს და სხვა მარ დავასწროთო რუსებსო. ჩვენ უნდა შევიძინოთო, რომ მერე სხვა მარ შეიძინოს და ძვირად არ გაყიდოსო. გესმით? აი ესეთ სისულელეზე წავიდნენ, რომ რაღაცა გამოსულიყო მდგომარეობიდან. ეხლა აგერ სლოვაკეთის ვიცე-პრემიერი იყო ჩასული იმაში რუსეთში შეხვდა პუტინის გაზის თაობაზე. ყველა თავისი ეროვნული ინტერესი აქვს. და ჩვენ ესე იგი ავიგზალეთ იმ დონეზე ვაჭრობა მანქანებით, რომ დიდი მოგება დაგვეტოვებინა. და ეს გურჩიანი იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ხარს უჭერს. ამას ეხა გამყრელიძის მაკაცი არის, გესმის? და მაშინ ის გამყრელიძეს დალაგებული ქონდა მიშასთან ურთიერთობა, გახსოვთ სადაზღვევო იმაზე იყო ბაზარზე შემოსული გამყრელიძე და кайფულსა ჩოულობდა იმ მანქანების რაღაც იმ დაზღვევის თემაში იყო, რაღაცაში იყო. ესეც იყო გარეული აწყობილი ქონა თემა და ეხლა ადგენენ ეს ურტყამენ ხელისუფლებას. რომ იქ ვერ დაალაგეს ისე როგორც საჭირო იყო. ესენი დალაგების სპეციალისტები იყვნენ, რომ მიშასთან დაელაგებინათ და მე შემოსავალი და ეხლა აგერ არის თავისუფალი ბიზნესში დაიჩაგრა. იმ ტოიოტამ, თეგეტას ტოიოტმა ჩაძირა ესა, გესმის და ამიტოა გამწარებული. ამიტოა გამწარებული და ამ რუსეთზე რო არის საუბარი. ეხლა მინდა რომ მე კარგად იცით რომ გახდით ვლადიკავკაზში იქა და მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ქართველთან. აი ჩვენ ძალიან ბევრ თემატიკაზე გვაქვს პრობლემა ამ რუსეთთან დაკავშირებით და ერთ-ერთი ასეთი თემა არის რომ მოქალაქეობის არ მიცემა იმ ქართველებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. და ერთ-ერთი ეხა აი წირვაზე ვიყავი ვლადიკავკაზში ვესწრებოდი და მოვიდა ჩემთან ახალგაზრდა ბიჭი შიო ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მოგვარი. მოვიდა კაცი და მითხრა რა გავაკეთო კაცო ეხა ერთი მშობელი ოსი ყავს, მეორე ქართველი ყავს და დაიბადა იქ ცხინვალში, უწერია დაბადება, უწერია ცხინვალი და წერია სამხრეთ ოსეთი. და ამის გამო საქართველოში არ მიშვებენო და მოქალაქეობას არ მაძლევენო რა. მე აი მინდა რომ აი ესეთი ადამიანები ახალგაზრდა ბიჭია შეხედეთ ქართულათაც კარგად მეტყველებს შეხედე ანგლოზივით ახალგაზრდა რატო უნდა დაიჩაგროს ესეთი ადამიანები გეკითხებით მე ასეთი აი მოგასმენებთ ეხლა მის ინტერვიუს და მიხვდებით თქვენ რაშიც არის საქმე მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ ვყოფებით ვლადიკავკაზში ჩემს გვერდით იმყოფება ახალგაზრდა კაცი შიო ივანიშვილი ეხლა ბიძინა ივანიშვილის რამე ხო არ ახარში ხო და ეხლა ჩვენ ვლადიკავკაზში გავიცანით ეკლესიაში წირვაზე ვიყავი და შიოს აქვს პრობლემა რომლის შესახებაც მინდა გითხრათ და ეს პრობლემა მარტო შიოს კი არა რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს აქვს ვისაც უნდა საქართველოს მოქალაქეობა და ვერ იღებს აი გითხარი რა ხდება აი შენი პრობლემის შესახებ გვიაბი საქართველოში ვერ ჩავდივარ იმის გამო რომ დოკუმენტებში მიწერია დაბადების ადგილი ცხინვალი და გვერდზე უწერია სამხრეთ ოსეთი. საბაჟოზე ქართველები მეუბნებიან, ეს შემოგიშვათ თუ ქვეყანაშია, უკან მატრიალები. დაბადებული 2007 წელს, როდესაც ჯერ გზა იყო, შეიძლება ცხინვალიდან გორში, გორიდან ცხინვალში. მაგ დროს დავიბადე და ჩამიწერეს ცხინვალი. ჩემი არაფერი ბრალი. ანუ ცხინვალში დავიბადე სხვა რაღაც. როდის დაიბადე შენ? 2007 წელს.
აჰა. მაგ დროს ცხოვრობდი ცხინვალში? არ ცხოვრობდი, დედა ჩემი და მამა ჩემი გორშიც იყვნენ, გორში ცხოვრობდნენ. ცხინვალში ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი. და ცხინვალი რატო ჩაგიწერეს აბა? ცხინვალში ვარ დაბადებული, ნუ ცხინვალში დავიბადე. გააქვთ სახლი? ბებია ჩემი და ბაბუა ჩემი, ჩვენ არა. არიან ახლა ისინი, ჩადიხარ შენ. და ეხლა გინა შენ აიღება საქართველოს იმის პასპორტის. საქართველოს პასპორტის აღებაც მინდა და თუ პასპორტი არა, რო ჩავიდე მაინც უბრალოდ, ჩავიდე. და რატო არ გიშვებენ, ახლა ცხინვალი გიწევს? ცხინვალი რომ სამხრეთ ოსეთია. ცხინვალზე პრობლემა არ აქვს, უფრო სამხრეთ ოსეთზე აქვს პრობლემა, არ ვაღიარებ ესეთ რესპუბლიკას, რომ ვერ შემოგიშვებთ. და ეს მარტო მე არ მაქვს ეს პრობლემა, ვინც არის ცხინვალში დაბადებული, უკვე 2008 წლის შემდეგ, ყირიმში დაბადებული და 4 ახალ სუბიექტში დაბადებული. არავის არ უშვებია. არ ვიცი ხა მე მგონი პოლიტიკური რეალობა შეიცვალა ბიზნა ივანიშვილმა მოიხადა ბოდიში ქართველების ხახელით ოსების წინაშე და მე მგონი რომ უნდა შეიცვალოს აქ მიდგომა უკვე იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ოსების გულები დავიბრუნოთ არ მინდა ხა ვიღაცები გამოხდებიან სამგლე გოჭებივით დაიწყებენ რაღაცას გასაგებია იქიდან მხრიდანაც იყო შეცდომები აქიდან მხრიდანაც იყო მაგრამ ხა ჩვენ თუ გვინდა შევრიგდეთ უნდა რაღაცნაირად ჩვენ უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯები რომლებიც შეიძლება არ იყოს ვიღაცისთვის მისაღები. ახლა ეს კაცი აგერ ქართველი კაცია და შეხედავთ ახლა ქართულად ლაპარაკობს, ქართული იერი აქვს. საქართველოში სწავლობდი. შიოქვია სახელა საქართველოში სწავლობდი, როდი სადაც? მესამე საჯარო სკოლაში ქალაქ გორში სწავლობდი. ცხოვრობდი ტრინშხეთში 2019 წელს ჩამოვედი. რამდენი კლასი დამთავრე? 5 კლასი. და მე იქ წახვედი იქით. მე ვლადიკავკაზში ჩამოვედი. მშობლები ჩამოვიდნენ და აქ ვლადიკავკაზში მშობლებს აქვს რაბი სახლი და რაბი. სახლი შევიძინეთ, ჯერ არ მქონდა სახლი. ახლა იქ ჩახვედით საქართველოში, წამოხვედით. არა, საქართველოში ჩავდი. საქართველოში ცხოვრობდით. მაშინ მე მანამდე შეიძლება. ხო. და უკვე აქ რო ჩამოვიდნენ ფინანსური პრობლემების გამო მშობლები ჩამოვიდნენ, დაიწყეს მუშაობა, ფეხზე დადგნენ და უკვე მე ჩამომიყვანეს. გასაგები. აი მე მინდა მივმართო ყველას ვისაც ეხება. ჯერ ეგერთიც ამ რუსეთის მოქალაქეობას, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც უნდათ პასპორტის აღება, საქართველოს მოქალაქეობის აღება, უნდა ყველანაირად ხელი შეუწყოთ. თურქებს, ირანელებს ვაძლევთ ამ მოქალაქეობას. ამ კაცს ბოლო მოქალაქეობა კი შემოშვებით არ აშვებთ. ეს ხო სასწაულია, ქართული კაცი არ შემოუშვათ საქართველოში იმის გამო, რომ იქ უწერია საბუთში სამხრეთ ოსეთი. აბა რას ჩაწერდნენ ახლა ისინი ოსები იმას პაკისტანს უარ ჩაწერდნენ. და გაუგებარია ეს ყველაფერი და მე მგონი უნდა გამოსწორდეს. მე მადლობას გეტყვი რომ შენ ეს საქართველოს გიყვარს, გინდა საქართველოს დაბრუნება და ყველანაირად შევეცდები ჩვენ რომ შიოსნაირი პრობლემა რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოში ყველანაირად გადავჭრათ. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ თავად ხედავთ რომ რამზიმე სიტუაციაში, ესე იგი ვიღაცების შიშის გამო რომ ხელისუფლებამ არ დააბრალონ რომ ესენი არიან კრემლის და პუტინთან შეკრულები, ჩვენ უამრავ მოქალაქეს, აგერ აი ამ ახალგაზრდის მსგავსად, ვერ ვაძლევთ მოქალაქეობას. გესმით? ხო, ქართველი. ესე იგი თურქებს და ირანელებს ვაძლევთ და ქართველებს ვერ ვაძლევთ. აი ეს არის ნორმალური ახლა? რატო ახლა ეს ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდოდა, ცოს მოიყვანდა, ქართველები გამრავლდებოდნენ და ახლა ამის გამო აგერ ვერ თან ქართველობს ხო? ქართველობს, ქართველი ახალგაზრდა კაცია. ხო და რა დააშავა რომ იქ პასპორტში ჩაუწერეს ის რომ დაიბადა იქ, აბა სადაც დაიბადა იქ ჩაუწერე და რამ ახლა შობელი ანუ არ ვიცი მე ეგ პოლიტიკა რატო აქვს ამ დღევანდელ ხელისუფლებას მე იმედი მაქვს რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება ახალი პრეზიდენტი რომ მოვა გადაიხედება ეს პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ რომ ესეთ ადამიანებს ესეთ ქართველ ადამიანებს მიეცემათ იმის შესაძლებლობა რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ და საქართველოში მიიღონ განათლების შესაძლებლობა და ნუ ოჯახის შექმნის შესაძლებლობა ყველანაირი შესაძლებლობა რომ მიეცეთ არ შეიძლება რომ ესეთი ადამიანები გავრიყოთ იმიტომ რომ ესეთი ადამიანი თუ გარიყე და შენი ანუ თვისტომი დააკარგინე. ხო, ანუ ფაქტიურად შენ ამით ძალიან სახიფათო ეს თქვა სახიფათო თამაში შეიძლება იყოს ეს რომ ისედაც ცოტა ერი ვართ, პატარა ერი ვართ და შეიძლება უამრავი ანუ ეთნიკურად უამრავი პრობლემა შეგვექონდას მაგალითად იმის რომ ისედაც ჩვენი გენოფონდი ძალიან მწირია. და რატო ქართველი კაცია და
მე რა რუსეთში დაიბადა თუ სად დაიბადა კაცო. ქართველია და უნდა ეხლა ეს კაცი კაცად ეს ბიჭი ივანიშვილი რომელიც შეხედავ კარგი ქართველი ვაჟკაცია ქართულათაც ლაპარაკობს ეხლა შეადარეთ ეს ივანიშვილი რომელსაც მოქალაქეობას არ აძლევენ და შეადარეთ ეხლა აგერ ეს სოდომისტები რომლებიც ეხლა ესენი არიან ქართველები ეხლა ამათ ჯობია მართლა ამათ ჩამოართვა კიდევაც ის ქართული პასპორტი და გვარიც არ უნდა ატარონ როგორც ქართველის ხა ვერ მოახერხე გამოსვლა დღეს 7 საათზე პარლამენტთან უნდა მოხვიდე არა რუსულ კანონს და კი ევროპას რა თქმა უნდა გადავწყვიტე რომ იმ ფერებში ვიყო რა ფერებში ევროკავშირის დროშაა და ძალიან მიხარია რომ მივდივარ აქციაზე რომელიც არის თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის. ეს აქცია არის ბოლო რომელიც ტარდება საქართველოში. მე მქონდა დაახლოებით 6-7 წლის წინ ურთიერთობა ორ სხვადასხვა დროს არატრადიციული სქესის წარმომადგენელთან. ერთი იყო გეი, მეორე იყო ტრანსი. მე და ჩემი ცოლი ვამზადებით რომ წავიდეთ პრაიდ კვირაულის გახსნის ივენტზე. საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გავიდეს დღეს 7 საათზე პარლამენტის წინ და გააპროტესტოს ის რუსული კანონი, რომლის მიღების სურვილიც აქვს რუსეთუმე ქართულ ოცნებას. წემსი ხარგარემ ხარისა დედაღამართო მავალი აი ზოგჯერ არ მინდა ხოლმე იცით ამისთან რაღაცის გაშვება და რატო იცი ეხლა ამას უყურებენ ძალიან ბევრი ქვეყნები აი ამ ჩემს გადაცემებს უცხოეთში უყურებენ ეხლა მე დავწმუნდი არაერთხელ და ეხლა როგორ ცუდ მდგომარეობაში ვარდება ჩვენი ქვეყანა რომ ქართველები ეხლა იმ ლუკაშენკომ რო თქვა გახსოვთ ალბათ რო გამოვიდა და თქვა რომ ისაო ქართველებსო ქართველი ახალგაზრდებიო იმიდან აკვნიდან უყურებენ ქალებსო ეხლა ესენი უყურებენ აკვნიდან ქალებს ესენი ქალებს კი არ უყურებენ გაიზარდნენ და კაცებს უყურებენ კაცი კაცს უყურებს ეგერ ის ქალი ახალგაზრდა გოგო კიდე ქალზე არის გათხოვილი და ეხლა აი ამათ აქვს საქართველოს მოქალაქეობა მართლა რა გოგირდის წვიმარატო არ მოდის აქა მართლა რომ აი ესეთი ხალხი როა და კაცი ეგერ შიო ივანიშვილი რომელიც ნაღდი ქართველია ქართველობა შენარჩუნებული აქვს იმას არ ვადგენთ მოქალაქეობას აი ამათ უნდა ჩამოართვა მართლა მოქალაქეობა ესენი საქართველოს ღირსები რა არის არ როგორ მეტყველებენ ქართულად ეს ბოდიში და ვინ არიან ეს არანორმალურები რა აი ხალხო სადამდე მიყვანა ზოგჯერ აი რომ მივდივარ ხოლმე ბატონო ლექსო აი მე პირადად აი უცხოეთში როდესაც ვარ აი თვალზე ცრემლი მადგება რომ ნამდვილ საქართველოს მე რუსეთში უფრო ხედავ ვიდრე აქა აი ხა მე მინდა წარმოგიდგინო თქვენ კადრები ჩემი სტუმრობისა ერთ-ერთ სკოლაში ვლადიკავკაზში ქართულ სკოლაში სადაც აი როგორი აი მართლა გეუბნებით აი ტირილი მინდოდა აი ისეთ დღეში ჩავარდი რომ ეს ბავშვები მესამე მეოთხე კლასელები როგორი ქართულით ლაპარაკობენ და როგორ აი ლექსებს იძახიან. ესენი ამაყობენ აი ეს რუსეთში მცხოვრები ქართველები ქართველობით და ქართულით ლაპარაკობენ. აქ ჩვენთან სკოლაში მესამე მეოთხე კლასში გამოჭიმავს ის მასწავლებელი ბავშვი და ინგლისურად ათქმევინებს ლექსს და იტყვის რომ აი ჩემმა ბავშვმა ინგლისური იცის რომ იქ მეტყველებენ ქართულად და ამაყობენ რომ ქართული ლექსები იციან და ჩვენთან ქართული ეგრეხებათ რა. ქართული ეს რა არის ეს გოიმობა რა. ინგლისურად და ფრანგულად უნდა ილაპარაკო. შეხედეთ აგერ ჩვენს გადაცემის კადრები თქვენ შემოგთავაზეს ვლადიკავკაზთან მე კიდე მინდა რომ წარმოგიდგინოთ რომ აი სად არის საქართველო მეგობრებო და აი ესეთი ქართველობა სად არის შენარჩუნებული გამარჯობათ როგორ ახართ რა ლამაზები ხართ როგორი ლამაზები როგორი კარგები როგორ ნახეთ შეხედეთ მე რომელი კლასიდან ახართ მე-3 და მე-4 აქ მე-3 მე-4 წავიდნენ და იმიტომ ძალიან ლამაზები ხართ როგორ ლამაზად გაცვიათ ყველაფერი ჩვენ ვართ საქართველოსდან ქართული ტელევიზიიდან ტელეკომპანია სეზონიდან და მინდა რომ თელმა საქართველოს გნახოთ თქვენ რომ როგორი ლამაზები ხართ და როგორი კარგები მითხარით თქვენ შესახებს რა როგორ ახართ კარგად როგორ სწავლობთ ძალიან მთხოვეს ბატონო ნიკოლოს ლექსი უნდათ რომ თქვან კი კაცო აბა მაგისთვისა ვარ ლექსებსაც ვათქმევინებ და ყველაფერსაც რა
აი რა ლამაზი გოგო არის. შენი სახელი და გვარი მითხარი? დიანა ჩქარეული. დიანა ჩქანახეთ რა ლამაზი გოგოა, როგორი კარგი ბავშვი არის. დიანა რომელ კლასში ხარ შვილო? მე-4-ში. ნახეთ რა კაი რა ლამაზი ბავშვი არის. და რაღაცა გვინდა გითხრა ხო ლექსი შენ? არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავო ყორნებს ეომებოდა, ეცა და ბეჭავს სადგომა, მაგრამ ვეღარ ადგებოდა, ცალხარს მიწაზე მიითრევს, გულის პირს სისხლის ხებოდა, ვა, დედა თქვენ კორნებო, სოდროს ჩამაგდეთ ხელადა, თორო ვნახავდი თქვენ ბუბუს, გაშლოს გაფანტულს ველადა. ნოჩა, ხოჩა, ტაში დაუკრათ, მეგობრე. ტაში დაუკრათ. ხოჩა, კიდე რა გიდოდნენ ხარი? კიდე ერთი. მიდი, მითხარი აბა. მე ისეც ქართულს რა უთხრა ისეც ამხანაგს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერას, კითხვას და ლაპარაკს. გაიხარე, რა კარგი ბავშვი. აი, ნახეთ რა მაგარი ბავშვები არის. რიგში დგას, აი ბავშვებს უნდა შენი სახელი და მარია კამბოლო. მარია კამბოლო, ხო. აი გითხრა. საქართველოდან ხარ? საიდან ხარ? გორიდან? ხარი აბა ლექსი აბა რას გეტყვი? შენი ჩახუტება ყველაზე ტკბილი არ მიყვარს როცა ვერ გხედავ დედა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა დღე და ღამ ფუსფუსებ დღე და ღამ ხარს მიჭე როგორ არიღრები ნეტა შენი გულისკენაც თითქოს ადვილია მინდა მომეფერო დედა ძალიან მაგარი ბავშვებია აი დიდი მადლობა მე მინდა უთხრა ყველას თითეულ პედაგოგს, ქალბატონ მანანას, თქვენი დამსახურება. პედაგოგით რა მინდათ, რომ თქვენ მოგწადით თქვენ. თქვენი სახელი და მარი? ნაირა ბაზალი. ნაირა ბაზალი, აი თქვენი დამსახურება. ქალბატონი ნაირა არის ამ კლასის დამრიგებელი და აი გითხარით, ესეთი კაი ბავშვები, როგორ ჩამოაყალიბეთ, აი გიждდები, როგორი კარგად იციან ეს ლექსები, როგორ რაღაცა მეტყველებაც როგორ აქვს, გითხარით, აი. ჩვენი მუშაობით ჩამოვაყალიბეთ. დიახ. რამდენი ბავშვი ყავთ ისე? 10 ბავშვი მყავს. ეს ეხა ქართული ენის ის არის? არა, კლასში არის 10 ბავშვი. და ეხა ეს არის ქართულ ენას ასწავლით, ხო? დიახ, ქართულ ენას ასწავლით, ქართულ ენას და ლიტერატურას. აჰა. გასაგებია და აი რო გითხრათ სწავლის პროცესის შესახებ, რამდენი საათი, როგორ მეც ეხა პედაგოგის შვილი ვარ, სხვათა შორის და ჩემთვის ახლო არის ეს სკოლა და საათი 3 საათი გვაქვს, ერთი ლიტერატურა და 2 ენა გვაქვს, ქართული ენის გრამატიკა. და აი ამ საათებში და მარტო ქართველები კი არა, რო ატყუφმენ, სხვა ეთნიკური ჯგუფებიც სწავლობენ გაძლიერებულ. ეთნიკური ჯგუფებიც სწავლობენ. იცით ეს ბავშვები თვითონ აქ ცხოვრობენ თუ აქ ცხოვრობენ და თუ ჩამოსულებიც არიან. ჩამოსულებიც არიან, მაგრამ აქ მაცხოვრებლებიც არიან. რამდენი პედაგოგი ბრძანდებით ისე სკოლაში? 20. ყველა ქართველები ხართ თუ ძირითადად თუ? არა, ყველა ქართველები არა ვართ. რამდენიმე ქართველია და აჰა. სხვა ეროვნების ენა. ესე სუფთად, ესე ამაზად როგორ აგაქვთ მოვლილი ყველაფერი ძალიან მიგვეს რა. ისე რამდენი სკოლა აქვს ვლადიკაუკაში? 50-მდე. მე მინდა მადლობა გითხრათ ქალბატონო, აი ესეთი ლამაზი ბავშვების აღზრდისათვის და მე მინდა мадლობა გითხრათ ბავშვებო, ესე я хочу поблагодарить вас, наверное, вы все знаете грузинский. Поблагодарить вас, что вы красивые, вот хорошие. Обнимаю, целую вас и я хочу, чтобы вы такие остались. И хочу, чтобы передать привет из Грузии, и вас любят из Грузии и обожают. და ეხა თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, რომ აი ჩვენ აი ამ ხალხს, რომლებიც იქ არიან უამრავი ადამიანები, ქართველობა შედარჩული ქართველობა, იმათ არ ვაძლევთ მოქალაქეობას. ხდები? აი, ყოველ წარმოუდგენელია ეს ყოველივე, აი ესეთი ადამიანები, რომლებიც ფაქტიურად ქართველები არიან და ამ ადამიანებს არ ეძლებათ საქართველოს მოქალაქეები რო იყვნენ და აგერ ადამიანები, რომლებიც ქართველები არიან და საქართველოს პასპორტი აქვს და ну менталურად აბსოლუტურად არ არიან ქართველები და არც მენტალურად, არც ესე ვთქვათ, ფიზიოლოგიურად და ასე შემდეგ არაზოს არ ყოფილა ქართველი კაცი გეის და ტრანსგენდერის თუ იმის პროპაგანდისტი, როგორც ახლა ჩვენ კადრებში ვიხილებთ, ერთ-ერთი აი ამ პროპაგანდინა ერთ-ერთი პოლიტიკოსიც იყო, რომელიც
რომელსაც სურვილი აქვს რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და რაღაცა კონკრეტული მიზნები გაატაროს და ასე შემდეგ და უცბად აღნიშნავს აი თქვენ თავად იხილეთ რომ აღნიშნავდა რომ მას ურთიერთობა ქონია კაცთანაც, რავი კიდეს რაღაც სხვასთანაც და ნუ მოკლედ ეს არის მათთვის ძალიან აქტუალური საკითხი. ნუ ეს ხომ წარმოუდგენელი ესეთი ადამიანები საერთოდ ხელისუფლებაში არ უნდა ხელისუფლებაში კი არა საქართველოშიც არ უნდა იყვნენ მე თუ მკითხავთ. ოღონდ განა არ უნდა იყვნენ განა სხვა რაიმე ფორმით. არამედ პირველი მათთვის კითხვა უნდა იყოს ესეთი დასმული რომ შენ აღიარებ თუ არა ქართულ ტრადიციებს და პატივცემს თუ არა. თუ იქნებოდა რომ ეს ადამიანები არცემენ ქართულ ტრადიციებს და ფასეულობებს პატივს მე ვფიქრობ რომ ესეთ ადამიანებს ყველას უნდა ჩამოართვა მოქალაქეობა. და აქ არც ცირცხვილი იქნებოდა და არც არაფერი არ იქნებოდა. ესეთი პრეცედენტი გვაქვს ჩვენ დღესდღეობით რომ დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროში ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს არ აძლევს მოქალაქეობას. ზუსტად, აი ესეთი პრეცედენტი გვაქვს. და ესეთი პრეცედენტი უნდა გაუკეთოთ აი ამ ეგრეთ წოდებულ გეებს და ტრანსგენდერებს თუ ლესბოს, ნუ მოკლედ ვინც არიან. ანუ, ნახეთ, პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს ისეთი პრეცედენტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აძლევს დღევანდელი, ესე ვთქვათ, საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკა, რომ ქართველმა მიიღოს მოქალაქეობა. ანუ გულისხმობ, რომ ეგრეთ წოდებული კანონიერ ქურდებს არ ეძლებათ ამის შესაძლებლობა და ამათ რატო ეძლებათ? აი ხლა მე აგერ ქართველებოზე და ქართველებზე შეხედეთ ხალხო ერთი აი როგორ გადაგვარდნენ ქართველები რუსთავოზე აი დღეს ვინც აი ამ ხალხს უწოდებს პროგრესულ თაობას და რუსთავოზე მყოფ ადამიანებს ვინც ამბობენ რომ ესენი არიან ჩვენ აი ყველაზე საუკეთესო ნაწილი საზოგადოების თუ ესენი საუკეთესო ნაწილი არიან საზოგადოების მართლა ეგეთი თაობა და ეგეთი ხალხი ყავდეთ თქვენ მრავლად მაშინ თქვენ ოჯახებში რეჟიმს და არა ყველა ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს პირდაპირ თუ ირიბად რუსულ რეჟიმს. წადით რუსეთში. კრახიმ დღეს თავისი ოლკავერანთო. დღეს ძალიან ყინავს და სიცივე ჩემი არ არის, მაგრამ რუსთაველი ძალიან ჩემია. შენ ვერ იქნები პრეზიდენტი. შენ ვერ იქნები პრეზიდენტი. მგონია რომ რაღაცნაირად ეხლა იკვრება ჩვენი მისია. ჩვენი ასე ვთქვათ გეშტალტი, რომ საბოლოო ჯამში დაიხუროს სამუდამოდ საბჭოთა კავშირის დოგმები, სისასტიკე, მრისხანება, უფლებების შეზღუდვა. საერთოდ რუსებს ყოველთვის შურდათ ქართველების. ეხლა ჩვენ ვიცით, ხო? არ მოწონდათ ესეთი ყველაფერში, რომ ესეთი პატარაერი ვარ და ყველანაირად ნიჭიერები ვარ. მეცნიერებაში ნიჭიერები, სიმღერაში ნიჭიერები, ცეკვაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფიაში. ეს გენეტიკურად კოდში გვიწერია. დავხატე ღორები შუბზე 45-ით ქართული ოცნების ლოგოს გარშემო, რომელიც თან 64-ის კარიბჭესაც გავს. და ხო, რავი, ესე გამოიყურებიან ჩემთვის ქართული ოცნების ამ დროინდელი პოლიტიკოსები და რავი, კონკრეტულ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, თორემ ვკითხავთ რომელიაო და რავი, ბიზინა ხანისეცლის ხანასეც ყველა ის და იგივე ღორია და ხო, თან ცხოველების ფერმის რეფერენსით ღორები ყავს თავრობაში და გვინდა რომ შევცვალოთ აქ ყოფ ხალხს. ჩემი აზრით შეუძლებელია ამაში გაგრძელდეს ცხოვრება და როდის იქნება არ ვიცი, მაგრამ მაინც შეუძლებთ რომ ახალ არჩევნებს მივახციოთ ჩემი აზრით.
მეგობრებო, გთხოვთ რომ ამ ფეივერკებს რო ისვით, ან მიმართულება სწორი მიეცით, ან აღარ ისრულოთ, იმიტომ რომ დაზიანდა ერთი ბიჭი და ეხლა მოვიყვანეთ აქ და ყური აქვს გახეთქილი, ანუ მოსაკელია, გადასაყვანია, როგორც გითხრეს. ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს, იმედით სავსე ვარ, იმიტომ რომ ხედავ ჩემთან ატოლებს რომ გამოდიან და ხედავ როგორი გაბრაზებულები და ნაწყენები არიან იმის გამო, რომ იმას რაც გვაქვს ეს თავისუფლება და ჩვენი თავის გამოხატვა რომ შეგვიძლია, ის საფრთხე არის ახლა რომ აღარ შეგვეძლოს ეს და ამას დავიცავთ ყველაფრის. და მე ეხლა, როდესაც იმაზეა საუბარი კიდე რომ აი ხშირად ამუნათებენ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს და რუსეთში მცხოვრებ ქართველებს და განსაკუთრებით იმ წარმატებულ ქართველებს ამუნათებენ, რომლებიც შოუ ბიზნესში არიან რუსეთში, არიან წარმოდგენილი წარმატებით მოღვაწეობენ. აი ჩემთვის ყველაზე ნომერ პირველი მომღერალი რუსეთში არის, რა თქმა უნდა, გრიგორი ლეფსი, ანუ გიორგი ლაფერაშვილი. ეს არის სვანი ადამიანი, რომელიც არის ნომერ პირველი მომღერალი, მეგობრებო და აი მას არ ვიცი უნიკალური ადამიანი, არ ვიცი, მე მიყვარს მისი შემოქმედება, ხშირად ვუსმენ მის მუსიკას და არც ვალავს ეს კაცი რომ ქართველია და აი ესეთი ქართველები გვჭირდება ჩვენ. ეხლა შეიძლება ქართული კარგად არ იცის, მაგრამ მოусმინეთ ერთი. Я наполовину грузин. Почему наполовину? Я грузин. У меня мама сванка, отец грузин. Ну, в принципе, сваны и грузины это одна и та же каша. Как помогло это тебе в твоей карьере? Грузины все музыкальные. Да, поющий народ. Я часто на грузинских свадьбах собираюсь с друзьями, сидим, слушаем людей, не имеющих никакого музыкального образования, просто сидят и начинают раскладывать голоса. Никто их этому не учил. Они просто где-то это слышали от дедушки, от прадедушки, так от отца к сыну передается. Это просто генетически. Музыкальная семья и с точки зрения сестер и братьев. И родного дяди, которого уже нет с нами. Он был барабанщиком, я тоже стал барабанщиком, он меня учил. Он вложил в меня основы ритмической секции и так далее. Младшая сестра закончила консерваторию, двоюродная сестра, то есть дочь родного дяди закончила консерваторию, она профессор, академик. А можешь ли ты припомнить, какие песни вы исполняли или родители исполняли в то время, когда были застолья? Какие? Застолья? Какие? Грузинские народные пели, это я припоминаю. Частушки, матерные. Это было довольно весело, учитывая, что музыкальная часть нашей семьи была довольно интеллигентной. შეედარეთ თქვენ ყორღუებო თქვენა ამ გრიგორი ლეფს. დღევანდელი ქართული ესტრადის წარმომადგენლები, რომლებიც ესე სამარცხვინოთ გამოდიან და რას ბღავიან და ხშირად აი გადმოა რემიქსებენ ძველ სიმღერებს და ხშირად რაღაცა მელოდია მოგეწონება, თურმე უცხოურ მუსიკას ამოიღებენ, დაადებენ ქართულ ტექსტს და აი ეს კაცი არის სიამაყე ჩვენის და ჩვენ რო ვიყავ ქვეყანა ვიყოთ, უნდა გამოვიყენოს ესეთი ადამიანები, იგივე მაგალითად ქეთა თოფურია, იგივე სოსო პავლიაშვილი, რომლებიც შეიძლება იყვნენ ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარულის მომტანები იმ კუთხითაც რომ მათ შეასრულონ ძალიან დიდი დიპლომატიური მისია რუსეთთან მიმართებით, იმიტომ რომ ამ ადამიანებს თვითონ პირველი პირები უსმენენ და მეგობრობენ კიდევაც. აი ხა ვლადიმერ პუტინი ძალიან ახლოს არის სხვათა შორის აი ამ გრიგორი ლეფსთან. ესმით და ეს გრიგორი ლეფსი დადის კიდევაც ახლა საომარი მოქმედებები რო არის ჯარში, ანუ იქ ჯარის ნაწილებში ჩადის და იქ ამხნევებს ამ ჯარისკაცებს, ესმით? ანუ პატრიოტი კაცი არის, ახლა რუსეთის მოქალაქეც არის ეს ადამიანი, ახლა არის საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ არა. და ესეთ ადამიანებს ვერ ვიყედებ ჩვენ, ესმით, ამ რუსეთში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს სახელი გააქვთ. და ვიყედებთ აი ამ ბოდიში და პიდარასტებს, რომლებიც გამოდიან კონცერტებზე და ბღავიან, წივიან, კივიან ბოდიში და იმ დღეზე მე არ იმღერებ და ნუ იმღერებ, თავშიც გვაიხალე რა, თუ არ იმღერებ კიდე რა. ეხლა ვიღაცას გონია მაგალითად რომ ეხლა ვერიკო ტურაშვილი რომელმაც ერთი სიმღერა იმასქნა, რა ქვია, რაღაცა ხიტად აქცია, ისიც რა ხიტია ღმერთმა იცის კიდე არ ვიმღერებ. ნეტა სულ ნუ იმღერებთ რა, თქვენ სიმღერას აზრი არ აქვს საერთოდ რა.
გამოვიდა კიდე ისა რა ქვია ერთ-ერთი მომღერალი მე არ ვიმღერებ ის სოხაძე შედეთა შენ სიმღერას რა ერთოთ რა აზრი აქვს არტი მაინტერესებს რა ხო გაურკვეველი ადამიანები ისეთ ხალხი ამბობენ არ ვიმღერებო იმ დღეს ვიხუმრე კიდევაც რომ თქვი დავწერე რომ მე ამ ახალ წელს კორპორატიულ საღამოებზე მეთქი არ ვიმღერებ დავწერე და მე ეხლა თქვი ვიღაცამ შეიძლება თქვას ეხლა შენი ნამღერი ვის გაუგიოდა რა თქვენი ნამღერი ხო რა სამობ გაუგიათ რა თქვენი ნამღერი რა და ვიმღერებ მეთქი ჩელიაბინსკში რა და ერთ-ერთმა სააგენტომ არ წაიღო კაცო ეს ჩემი განცხადება და თქვა დაადო პირველ გვერდზე რომ ნიკოლოზ ჯავანაძე ახალ წელს არ იმღერებს ესე იგი არ ვიცი სამარ თქვენზე უკეთესად სიმღერაც ვიცი და ცეკვა მართლა ვაი თქვენს პატრონს მართლა ჩემჭიას მაინც ვახარებ და თქვენ რა იცით ერთი აი თქვენ რო გამოდიხარ და რომ მღერიხარ ტირილი მინდება ზოგჯერ რა და თუ არ იმღერებ და კიდე ერთ-ერთი რაღაცა არხი არის საფეხბურთო სეტანტა გესმის და ესო მთავრობაო არა რო არასრულებსო თავის დაკისრებულ ფუნქციებსო ჩვენო ამიტომ ვიფიცებითო ესე იგი ხალხი ამბობს რომ უხმოთ რო გადისვა მე ხო და ეხლა ესე იგი ხო და თავრობა არასრულებსო დავალება და ჩვენც გავიფიცოთ ეხლა თქვენ რო თქვენს დაკისრებულ ფუნქციას არასრულებთ ესე იგი ფეხბურთის მაგრამ მე მადლობას გეტყვი თქვენ მე დიდ სიამოვნებას ვღებულობ მასეთ თამაშებს რო უყურებთ თქვენ წაყვანილ თამაშებს მირჩევნია რომ აი ეს ეგეთ თამაშები და პირველი არხის თუ გაიფიცება სპორტული გადაცემა ეგ საერთოდ სასიხარულო იქნება იმიტომ რომ აი მართლა ეგენი რომ მაგრამ ისედაც ხო ზოგჯერ ნერვები გეშლება ამ ჩვენი ნაკრების თამაშზე. პლუს ესენიც რომ დაემატებიან კიდე ნერვებს მოგიშლიან კიდე. და მაგას ჯობია მართლა გვაყურებინოთ იმათ რა ქვია კომენტატორების გეროში თამაში. იმიტომ რომ ნორმალური კომენტატორი ვერ დასვით ვერავინ რა. ამიტომ გაიფიცეთ. ძალიან გთხოვთ გაი და მე ერთი ველოდები ბანკები როდის გაიფიცებიან კიდე რა. როიცი რატო არ იფიცებია? არ ვიცი. მაგათი ხელმძღვანელობა ხო. ხალხი ოცნებობს განსაკუთრებით ეს პრობლემური სესხების განყოფილება. ხო, არა, გაიფიცნო, ძალიან სწორია რა. ანუ თან რომ ვითომ და დემოკრატიულ რაღაც ღირებულებების მოტრფე არიან და თან კიდე ხალხის გაყოლეფაზე რო არიან და ხალხის ტერორზე რო არიან, თუნდაც ფსიქოლოგიურ, თუნდაც მორალურ ტერორზე რო არიან გადასულები. რატო არ იფიცებით თქვენ? აი ეს გაიფიცეთ ერთი შემოგთავაზეთ თავდადება. მაგრამ თქვენ ის თავი გაქვთ, ისი განფიცულებები ხართ, თქვენ რო თქვენ მარტო თქვენი ამოცანაა რომ ხალხი გაყლიფოთ. კი ბატონო. ეს არის მათი ამოცანა. დიდი და სხვათა შორის ბატონ ნიკოლოზ ერთი სასიხარულო ამბავია ჩინეთის ბანკი შემოდის საქართველოში. ხო, ახალი ამბავია და საპროცენტო განაკვეთი იქნება წლიური 3-დან 4%-მდე. და მე ვფიქრობ რომ მოუწევთ ამ ეგრეთ წოდებულ ბანკებს ხო ეგრეთ წოდებულ დღევანდელ ბანკებს გაფიცვა მე გული მიგზნობს და ძალიან კარგია აი ამ ამბებმა ძალიან ბევრი რამე გამოაჩინა და კიდე ბევრ რამეს გამოაჩენს და ისევ ჩვენი ქვეყნის ის უპირველესყოფისა ჩვენი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ხალხი ამოისუნთქებს და გათავისუფლდება აი ამ ლიბერალური მარყუჟებისგან რომლებიც ყველგან არიან ჩვენს ოჯახებში არიან შემოღწეული თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით თუნდაც სოციალური მედიის მეშვეობით თუნდაც სამსახურებში ნებისმიერი მეებში ახლა სამსახურებში ისეთი ბულინგი მიდის ხოლმე თუ საჯარო სამსახური იქნება თუ კერძო სამსახური იქნება რომ თუ არა ხარ პროპაგანდა საყოლილი ყველანაირად ცდილობენ რომ რა ქვია ანუ განსხვავებული აზრი თუ გაქვს რომ დაგაბულინგოთ და ეს ხო წარმოუდგენელია და სწორედაც თქვენი დრო აი ეს შუა იკრიფება და მე ვფიქრობ რომ ძალიან მალე უკვე აქტიურ ფაზაზე გადავა ის პერიოდი როდესაც ჩვენისთანა საზოგადოება მეტად აქტიურად დაიწყებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას რა თქმა უნდა ხელისუფლების მეშვეობით და ხელისუფლების დამსახურებით. კი ბატონო, მეც ასე მგონია, ეხლა ეს მართლაც კარგი ინფორმაციაა და ასეთ ინფორმაციებს ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ. ამიტომაც არის რომ ერთი ადგილი ეწვით ამათ და ბოდიში და იმიტომაც იფიცებიან ძალიან მალე მართლაც შემოვლენ ის ბანკები, რომლებიც დაბალი საპროცენტო განაკვეთი იქნება და მაგით განვითარდება ქვეყანა. დღეს რო სესხი გამოიტანო და რამე გააკეთო, ან ვალი დაგედება, ან ის ქონების გაყიდვა მოგიწევს, იმიტომ რომ სესხი იმიტომ გამოგაქვს, რომ რაღაცა იხეირო. და დღეს იმ სესხით ვერავინ ვერ იხეირებს, იმიტომ რომ ისეთი პროცენტული განაკვეთი არის, რომ ვერანაირად მოგებაზე ვერ გახვალ.
და ამიტომაც არის ბევრმა ქონება დაკარგა, ბიზნესი დაკარგა აი ამ მაღალი საპროცენტო განაკვეთები. ეხლა ვიღაცა იტყვის ესენი ხო ქართული, ვინ არის ქართული ბანკები? ყველა ბანკები არის ამერიკული და ესენი არიან თანამშრომლები, რომლებსაც მათხოვრული ხელფასები აქვს. ეხლა ეს ხაზარაძე გამოდის, მე უკეთეს მომავალს გთავაზობ. შენი თანამშრომლებისთვის არ შეგიქვდია უკეთესი მომავალი, შეერიკვდებიან მათხოვრული ხელფასები არიან აქ TBC ბანკში. შენ რო მართლა რამის თავი კონდეს, შენ თანამშრომლებს გაუკეთებდი იმას, რისი გაკეთებასაც ამდენი წელია ვერ ახერხე. აგერ რაღაცა მათხოვრულ ხელფასებზე აქვს თანამშრომლები. სხვათა შორის TBC ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომლებმა დაწერა, რომ თქვენ ვინც იფიცებითო ზოგს 88000 ლარი აქვს ხელფასიო და ზოგს და მე კიდევ 400 ლარი მაქვს ხელფასიო და რო გავიფიცო მე პურსვით ბაჭმეს თვითონ TBC ბანკის რა ვქო თანამშრომლებმა დაწერა ეს ყოველივე და არის ლოგიკა არის რა და ეხა მე მონებიო ხო ეგ არის მონობა ხო ქართული ბანკები კიდე რასაკეთებ შეასყიდებენ ბანკში დასაქმებულ ადამიანებს უძრავ ქონებას და შემდეგ მთელი ცხოვრება დამონებული ყავთ ამ სამსახურში. 10 წელი, 20 წელი სანამ ამ ვალს არ გადაიხდიან. კი ბატონო. ეს აი კლასიკური მონობა, აი მოფიქრებული თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ როგორ უნდა იყოს თანამედროვე მონა. აი ამას უკეთებენ ჩვენ ქართველ ერს. კი ბატონო, გეთანხმებით. ბატონო ლექსო, მოდით ახლა ერთ რამეს ვეტყვი მემაყურებას რა. ჩვენ თუ კი რამე დღეს გვჭირდება, მართლაც ცვლილებები გვჭირდება, ოღონდ ცვლილებები აი ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, როდესაც აგერ ახლა აი ჩვენ რო რითიც დავიწყეთ გადაცემა, ხო? 1000-ზე მეტი ბიზნეს კომპანია მხარს უჭერს იმას, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რომ არჩევნები ჩატარდეს. მე გეუბნებით ხალხო, თქვენ რო სამსახურს ვერ ეძებთ, აი ამის ბრალიც არის. ყველა ეს თითქმის ბიზნესები ხელში ჩაიგდო ნაცებმა და მათმა ანასხლეტებმა. ეხლა რო იქ შევა ადამიანი, რომელიც არის სიტყვაზე ქართული ოცნების ხარდამჭერი. ამათ ხო თავისი უშიშროებაც ყავთ იმ ორგანიზაციებს, თქვენ რა გონიათ, იმათ ყავთ თავიანთი სამსახურები. იქ სხვა ტიპის ადამიანი ვერ მოხდება. ამიტომაც არის უმუშევრობა საქართველოში, რომ თუ შენ არ ახარ ნაცი, ვერც სამსახურში შოვი, ვერც ვერაფერ კეთილდღეობას ვერ იშოვ. და აი ეს განთავისუფლდეს უნდა ქვეყანა ამ ნაცებისგანად და აი ამ ნაცების შექმნილი ორგანიზაციებისგან, იმიტომ რომ ეს ორგანიზაციები რეალურად ბიზნეს და ქვეყანას კი არ ემსახურებენ, ხალხის ძარცვას, ყლეფას და წაგლეჯვას ემსახურებიან. ამიტომ ჩვენ ისეთი ორგანიზაციები უნდა შევქმნათ, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით კი არ დაასაქმებენ ადამიანებს, არამედ პროფესიონალიზმის ნიშნით დაასაქმებენ. მე მინდა მადლობა გითხრათ ბატონო ლექსო. ბატონო ნიკოლოზ, თქვენის ნება სანამ მადლობას მეტყვით, მე პირიქით მინდა რომ თქვენ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენს მაყურებელს მინდა გადაუხადო მადლობა ეს წელი მოკლედ ერთად გავატარეთ ესე რომ ვთქვათ და მე ძალიან მოხარული ვარ რომ მეც აი ამ მარათონში ჩავერთე რაც ნიშნავს რომ ჩვენ ყველას ერთად გვაინტერესებს ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა გვინდა რომ გავითარდეს და გვინდა რომ ძალიან მაგრად იყოს და გვინდა რომ მართლაც სუვერენული სახელმწიფო გქონდეს მე გულითადად მოგილოცავ თქვენ თითოეულ თქვენთანგანს აქ მომუშავე ადამიანებს მაყურებელს რა თქმა უნდა მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს ბედნიერები მინდა რომ იყოთ ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და 2025 წელი ყოფილიყოს ისეთი წელი ჩვენ ქვეყნისთვის როგორც არასდროს და ისეთი მშვიდი ისეთი წარმატებული წელი ყოფილიყოს როგორც არასდროს და მე ამაში დარწმუნებული ვარ რომ 2025 წელი იქნება მშვიდობის წელი, იქნება განვითარების წელი და იქნება ყველაფრის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ მინდა რომ წარმატებები გისურვოთ ბატონო ნიკოლოზ, საუკეთესო შობა ახალი წელი გაგითენოთ უფალმა და ღმერთი იყოს. გაიხარეთ. ჩვენი ფარველი, ღმერთი იყოს საქართველოს ფარველი და მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში. გაიხარეთ. შობა ახალ წელს. გაიხარეთ, დიდი მადლობა ბატონო ლექსო, დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენ მომავალ წელსაც ჩვენ შევხვდებით ბატონო ლექსო ჩვენთან გადაცემაში და უკვე მომავალ წელს დარწმუნებული ვარ რომ უკვე წარმატებული იქნება ქვეყნის მდგომარეობა და უფრო კაი ამბებს გავიგებთ ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი ტელევიზიიდან. წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ კვირა შევხვდებით ერთმანეთს ჩვენს საკვირაო გადაცემაში, რომელიც რუსულ ენაზე გადის. ორშაბათს კი დღის შეჯამება დაუბრუნდება ეთერს. კარგად ბრძანდებოდეთ.